მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ნეიდ გაზეთის პირდაპირ ეთერს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით აღმაშენებლის გამზირზე, ახალი თეატრთან. თქვენ ახლა ხედავთ ახალი თეატრის ფასადს ეკრანზე. ეს ბანერი ამ თეატრის მსახიობის, სინდისის პატიმრის ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ეკიდა ფასადის შუა ნაწილში. ფაქტობრივად წელიწადზე მეტი ხანია. მას შემდეგ რაც ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს გასულ ზაფხულს გასულ ზამთარში პროერებული აქციის როგორც იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც დააკავეს პროერებული აქციების მონაწილეობისთვის, პროერებულ აქციებში მონაწილეობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს სხვა 18 ადამიანთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. და დღეს ცნობილი გახდა თეატრის დასმა გავრცელა ინფორმაცია, რომ აპირებენ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას, ბანერის, რომელიც აქ როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელიწადზე მეტია, რაც არის ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული. ჩვენ ახლა ვეცაუბრებით ეკა და მეტრადეს ამ თეატრის მსახიობს, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება რა პროცესები განვითარდა დღეს ამ თეატრში, თეატრთან და რატომ არის ახლა ბანერი გვერდით, როგორც შემთხვევით არის ცნობილი, მოხსნილი ბანერი თავიდან ჩამოკიდეს ანდრო ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა, შედარებით გვერდით, იმიტომ რომ ფიზიკურად ვეღარ მოახერხეს ამ ბანერის დაკიდება იქ, სადაც იყო. თქვენ ხედავთ, რომ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ნაცვლად ახლა თეატრის ფასადზე არის ბანერები, რუსთავიორის სახელისუფლებო ტელევიზიის ბანერები, როგორც აქ ამ თეატრის დასის წევრები ამბობენ, ამ ტელევიზიაში ერთ-ერთი შოუსთან დაკავშირებული ბანერებია. ეკა, თუ შეიძლება, ნეიდ გაზეთის პირდაპირ ეთერში ვარ და კიდე ერთხელ რომ მოგვიყვეთ, რატომ კიდია ანდროს ბანერი ახლა გვერდით, არა იქ სადაც იყო, როგორც ვიცით, ჩამოხსნეს, როგორც მოგვითხარით უკვე და თავიდან მოგიწიეთ დაკიდება. აი, როგორც ხედავთ, რუსთავიორი რაღაც პროექტს აკეთებს, რომელიც განიხარია და ძალიან კარგია, მუსიკალური პროექტი ხდება. ჩვენ ეს გულში გავიდეთ შემთხვევით და როდესაც გავიდეთ ბანერები უნდა დაიკიდოს, თქოს უბრალოდ მოსულები შევიძლებთ საუბრობით რაღაცაზე, მოვიდა უზარმაზარი მანქანა და მოიწონეს ეს უზარმაზარი ბანერები. კითხეთ, რომ ანდროს ბანერის ხსნას ხომ არ აქვს, არ ამჩნევთ წავდნენ მერე, აი სადღაც 1 საათში რამდენი დრო გავიდეთ, თქვენ ავიყავით, მოვიდნენ იმედის კამერები, ჟურნალისტები, პოსტების კამერები, ჟურნალისტები, უამრავი კამერით და ჟურნალისტები შემოგვიწვევდნენ პირდაპირ აქციას მუშაობდნენ. მე ვხოვეთ, რომ საუბრობ რაღაცაზე და ცოტა ხანი გვაცადეთ და შეიძლება გავხდეთ. გავიდნენ 20 წუთით, ფეთერა დაიყვასეთ, 5 წუთში შემოწმდნენ და ისევ საერთოდ არაფერი არ გიქეს. გამოვიდნენ აივანზე, სანამ ვესაუბრობთ ამასობაში მოხსნეს ეს ბანერი, აი შეიტანეს მაშინ ადამიანებს ძალიან აწუხებდა, მაგრამ ხოლმე არ გინდათ დავალებას ასრულებენ. ვეცადეთ, რომ ადამიანური ფორმით შევსულიყავით დიალოგში, რომ იქნებ რეჟისორს გავესაუბროთ, იქნებ ვინმე მოვიდეს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის მორალის და ღირსების საკითხი, რომ ეს ადამიანი ისევ სამართლოს ციხეში ერთხელ უკვე წამართეს სცენიდან და ახლა უნდა თუ თეატრის ფასადიდან წაგვართვან ანდრო ჭიჭინაძე და ანდროს გარდა უამრავი ადამიანი სამართლოს ციხეში და ეს რაღაცნაირად ცდილობს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, რომ მიავიწყოს ეს ხალხი, თითქოს თვითონ არაფერი არ ხდება და ეხლა უმაღლესი პროექტი გადიდება. ძალიან მიხარია პროექტი მაგარი იქნება, ეს ყოველთვის კარგია, მაგრამ სხვა ადამიანების თავისუფლების კეთილდღეობის ხარჯზე და სხვა ადამიანების ღირსების ჩამოხსნის ხარჯზე ეს ვერ იქნება. უბრალოდ ვერ იქნება და სიძველეა და არ სხვების უბედურების ხარჯზე ვიღაცა წარმატებას და ბედნიერებას აპირებს, არ მოგია რომ ეს გამოვიდეთ, რომ სამყარო ასე არ მოშინდეს. არ ვიცი, აი მე ჩემი მეგობრებმა გამოვიყენეთ და გამოვიდეთ ეს ბანერი თავიდან, იმიტომ რომ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეხლა ეს ყველაფერი რაც მოყევით, რუსთავიორის თანამშრომლები იყვნენ, თუ რაღაც ტექნიკური ჯგუფი, ანუ თვითონ უშუალოდ თეატრის ადმინისტრაციასთან, ანუ არ ვიცი, დასის გარდა პასუხისმგებელი პირები ვინც არიან ამ თეატრში, მათთან თუ ყოფილა კომუნიკაცია, ვინ ჩამოხსნა, რეალურად ვინ ჩამოხსნა? არ ვიცი, ეს კონკრეტულად რუსთავიორის პროდაქშენია, თუ ვინ არის, ანუ ვიღაც ადამიანები მოვიდნენ, ვისაც არ ვიცნობ საერთოდ, რაღაც ჯგუფი, რომელიც აი უშუალოდ კიდევ ერთ ბანერს ამაგრებენ, ადამიანები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი დავალება, პრომო გვაქვს გადასაღები, დრო არ გვაქვს, ძალიან დიდი ფონდში დამონტაჟებით ვერ მოვასწრებთ და შეიძლება გვაქვს საფუძვლად და ხელს მიგვიშლით. თეატრის შენობა აქვს ნახირავები, ეს თეატრი
კულტურის სამინისტროს. რა ვიცი, ალბათ მათთან ახლა ხელშეკრულება. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგები ამ პროექტის. პირიქით, ძალიან გაგვიხარდებათ, რომელიც ახალი პროცესი იქნება თეატრში. მაგრამ ამ დროს ბანერის ჩამოხსნის ხარჯზე ეს რადგან კონკრეტული პროექტისთვის კეთებ, ანუ რა სულ ჩამოხსნეს თუ დროებით, ეს მაინც უთხრე, გითხრეს? ჩამოხსნით, ცოტა გადავიდეთ და დაკიდეთ, მეორე პრობლემა 3 თვის მერე დაკიდეთ, მე რაღაცა გითხრა, რომ ახალს დაგიბეჭდავთ, იმიტომ რომ პროექტი ესპანეთის ახალს დაგიბეჭდავთ და მოგინათ, ან სისულელეები აბსოლუტურად. სულ რო ერთი წუთი ჩამოხსნათ, ჩვენთვის მაინც გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ამბავი. ეს არის ის თეატრი, რომელიც მსახიობი დაიჭირეს, რომელიც გააჩუმეს და გააჩერეს თავისუფალი სიტყვის გამო, ადამიანის ერთგულების გამო, სოლიდარობის გამო და მეგობრისარმიტოვების გამო. ეს არის თეატრი, რომელსაც ქართული თეატრის ისტორიაში პირველად არ ჩაანაცვლა მსახიობი. აი ეს არ გავაკეთე იმის გამო, რომ ის სამართლად დაიჭერეს და საერთოდ იმ ყველაფრის გამო, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ჩვენ მსახიობი არ ჩავანაცვლეთ და არც ამ ბანერს არ ჩავანაცვლეთ. რადგან არ უნდა დაგვიწყდეს ეს. კარგი, დიდი მადლობა ეკადემეტრაძეს უსმენდით თქვენ. ეკადემეტრაძე არის ამ თეატრის მსახიობი, დასის წევრი ანდრო ჭეჭინაძესთან ერთად. მე შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭეჭინაძე უკვე წელიწადზე მეტი არის დაკავებული. მას ქართული სომის პროკურატურა ედავება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არის პროევროპული აქციების დასაწყისი პირველი პერიოდი, რომელიც დაიწყო რეალურად მას შემდეგ, რაც ქართული სამის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს ევროკავშირისკენ სულას, უფრო კონკრეტულად გადადეს, ასე ვთქვათ, რამდენიმე წლით ევროკავშირთან ასოცირების ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, როგორ მუშაობს ტექნიკური ჯგუფი ახალ თეატრში. შიგნით ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს შესაძლებლობა რომ შევიდეთ, არ გვაძლევენ ამის საშუალებას, რაღაცა არაუფლებამოსილი პირები ხართ, თუმცა ეგ არიან რაღაც ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც კიდებენ თეატრის ფასადზე რუსთავი 2-ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი პროექტის ხედავთ კიდე დაწერია ქართული მუსიკალური პროექტი, აი ამ ერთ-ერთი პროექტის ბანერს და ამ ყოველფრის შესახებ ამ უშუალოდ ამ თეატრის მსახიობებმა, როგორც უკვე მოისმინეთ ეკადემეტრაძისგან გაიგეს მხოლოდ გუშინ, რომ აქ ეს ბანერები უნდა დაკიდულიყო, რამაც ლოგიკურად გააჩნია კითხვა, ხომ არ ჩამოიხსნებოდა ბანერი, რომელიც აი აქ შუაში ეკიდა, ეხლა ხედავთ რომ კიდია გვერდით, აი ამ ორი ლურჯი ბანერის შუაში იყო, ესე ვთქვათ, გადმოკიდებული უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგაც ანდრო ჭეჭინაძე დააკავეს. მე გაგახსენებთ იმასაც, რომ ეს თეატრი თვეების განმავლობაში დადიოდა რეგიონებში და ხვდებოდა მოსახლეობას. ეს იყო ერთგვარი მანიფესტი ახალი თეატრის, უბრალოდ ამ სახელის ქვეშ მოძრაობდნენ ამ თეატრის მსახიობები, დასის წევრები და გულშემატკივრები და მოსახლეობას მოქალაქეებს სხვადასხვა რეგიონში ესაუბრებდნენ იმ რეპრესიული პოლიტიკის შესახებ, რომელსაც ქართული ოცნება მათ შორის სახელოვნებო სფეროში ატარებდა და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ატარებს კიდეც. ასევე გაურკვეველია ეს ბანერი დროებით აპირებდნენ ამ ბანერის ჩამოხსნას თუ რა პერიოდით. თქვენ ხედავთ, რომ ეს ბანერი დაზიანდა, როგორც ჩანს აშკარად ეტყობა, რომ არის დაზიანებული ამ პროცესში, ამჯერ ჩამოხსნის და შემდეგ თავიდან ასე ვთქვათ დაკიდების პროცესში და კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია, რაც დასის მსახიობებმა გვითხრეს, არის ის, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში დღეს მოპირდაპირე მხარეს აი ამ შენობაში, შენობის ერთ-ერთი ფანჯრიდან თუ აინიდან მუდმივად იღებდა ერთი ოპერატორი მთელ ამ პროცესს, რაც მსახიობებს აფიქრებინებს იმას, რომ აქ რაღაც იყო დაგეგმილი, ან არის დაგეგმილი ისეთი რაც მათ წინააღმდეგობა შეიძლება გამოიწვიოს, ეს იყო რაღაცა მოსალოდნელი და ამიტომ უშუალოდ სამუშაო პროცესსაც კი ამ ბანერის ჩამოხსნით თუ სხვა ბანერების დაკიდების, აი მოპირდაპირე მხარიდან იღებდა ერთ-ერთი ოპერატორი, მათ არ იციან ვინ იყო ეს ოპერატორი, თუმცა სავარაუდოა რომ ეს იყო ისა და ისევ რუსთავი 2-ის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოპერატორი. თქვენ ახლა ხედავთ ზემოთ მეორე სართულზე არიან თეატრის დასის წევრები, ისინი ის ადამიანები, რომლებიც ბანერი თავიდან ჩამოკიდეს გვერდით და პარალელურად აქ მუშაობენ ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომელიც
რომელიც ამ რუსთავერის ერთ-ერთი რაღაცა მუსიკალური პროექტის ბანერს კიდევ მე შევეცდები, რომ ამ დას თეატრის კიდევ ერთ მსახიობს გავისაუბრო, ნანკა კოლოტოზიშვილს თუ მექნება საშუალება მაგის. ნანკა, გამარჯობა, შეიძლება? კი ბატონო, კარგით, ცოტა ხნის შემდეგ გაგესაუბრებით. ასეთია სიტუაცია ამ ეტაპზე ახალი თეატრის ფასადზე. აქ როგორც უკვე გითხარით, თეატრში არის დასის წევრთა ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ არ აპირებენ, არ შეეგუებიან ანდრო ჭეჭინაძის ბანერის ჩამოხსნას თეატრის ფასადიდან. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით არ ვიცით, როგორც ეკა დემეტრაძემ ამ თეატრის დასის ერთ-ერთმა მსახიობმა თქვა, ცხადია პრინციპში კულტურის სამინისტროს აკუთრება და უფლებამოსილია კულტურის სამინისტრო რაღაცა ნებართვები გასცეს და გადაწყვეტილებები მიიღოს ამ თეატრთან და ამ თეატრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, რუსთავიორმა იქირავა ამ თეატრის სივრცე ერთ-ერთი პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს მათ შორის ფასადზე აი ამ პროექტის საინფორმაციო თუ სარეკლამო ბანერების განთავსებას, და რაშიც როგორც ჩანს ხელი შეუშალა მათ ანდრო ჭეჭინაძის ბანერმა, რომელიც აქ წელიწადზე მეტი ხანია, რაც კიდია იმის აღსანიშნავად, რომ ამ თეატრის მსახიობი არის დაკავებული ქართული ოცნების მიერ ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობას ედავებოდა მას პროკურატურა საბოლოოდ მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა ანდრო ჭეჭინაძეს და საბოლოოდ მას 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ანუ ძალადობის, ასე ვთქვათ, ფაქტორი გამორიცხა მოსამართლემ, თუმცა აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ანდრო ჭეჭინაძე მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ მოქმედებაში, რომელმაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. მე მინდოდა შემომეთავაზებინა თქვენთვის ამ თეატრის სხვა მსახიობების საუბარიც, უბრალოდ კომენტარების, რომლებიც ახლა შიგნით არიან, თუმცა ჯერჯერობით მე მათთან საუბრის შესაძლებლობა არ მაქვს, როგორც გითხარით, თეატრის შენობაში მე ფიზიკურად არ შემიშვეს, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აქ მიმდინარეობს სამუშაოები, არ ვიცი, ამაგრებენ აი ამ ბანერს, რომელიც ფაქტობრივად იგივე ზომის არის, როგორც იყო ანდრო ჭეჭინაძის ბანერი, თუმცა რეალურად ის სივრცე, სადაც ანდროს ბანერი იყო ჩამოკიდებული, ხო თავისუფალია, გვერდებზე არის დამაგრებული ამ ეტაპზე სხვა ბანერები. თქვენ ხედავთ, რომ ბანერი, რომელზეც საუბრობთ, არის დაზიანებული, არის გახეული გარკვეულ ადგილებში, არის დასრული და როგორც ჩანს, აი
ჩამოხსნის და შემდეგ თავიდან ჩამოკიდების პროცესში დაზიანდა როგორც ეკადემ მეტრაძემ ერთ-ერთ მომსახურებმა ახსნა დაპირდნენ მათ ან ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სავარაუდოდ არიან რუსთავი 2-დან, ან რუსთავი 2-ის დაქირავებული რაიმე კომპანიიდან, რომ ახალ ბანერს დაუმზადებენ. თუმცა ეს ახალი ბანერი როდის დაიკიდება, რა პერიოდით არის დაქირავები ეს სივრცე ამ თეატრის შენობა რუსთავი 2-ის მიერ, ესეთი დეტალები ცნობილი არ არის დასწრებებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასე ვთქვათ თვითონ პროცესი როგორ რა ტიპის კომუნიკაცია შედგა დასის წევრებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ ბანერის ჩამოხსნა გადაწყვიტეს და პრინციპში ჩამოხსნეს კიდეც, როგორც თვითონ მსახიობები ამბობენ, სულ რაღაც გუშინ გაიგეს იმის შესახებ, რომ აქ შეიძლება რაღაც რუსთავი 2-ის ასე ვთქვათ მუსიკალური შოუს გადაღებები ყოფილიყო, რამაც ლოგიკურად გააჩინა კითხვა იმის შესახებ, ხომ არ ჩამოიხსნებოდა ამ დროს ბანერი ამის გამო, რაზეც მათ პასუხი ვერ მიიღეს, როგორც ყვებიან, თუმცა საბოლოო ჯამში, ასე ვთქვათ, მათი სურვილის მიუხედავად და ფაქტობრივად მოტყუებით, იმიტომ რომ როგორც ეკადემ მეტრაძემ მოგვიყვა, ისინი შეთანხმდნენ, რომ გაისაუბრებდნენ ერთმანეთთან თეატრის ასე ვთქვათ, ადმინისტრაციასთან, რეჟისორთან და რაღაცა კომუნიკაცია რომ შემდგარიყო მათ შორის და აი ამ საუბრის პარალელურად ტექნიკური ჯგუფი გამოვიდა აივანზე და ასე ვთქვათ, ჩამოხსნა ბანერი, რომელიც შემდეგ მსახიობებმა საკუთარი ძალებით დააბრუნეს უკან. მე მგონი უკვე შესაძლებელია რომ გავისაუბროთ ნანკა კალოტეზიშვილს და ვეცდები რომ მისი შეიძლება ეხლა რომ ვისაუბროთ. ნეთ გაზეთის პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც რომ მოგვიყეთ, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რა მოხდა, როგორ გაიგეთ ეს ყველაფერი და დიახ. სცენაზე ხარ ნახე რაღაცა დგას, რაც ხდება ახლა და არანაირი პრობლემა არ მაქვს თეატრში, რაღაცა ქირავა შოუ, რომელიც ტელევიზიაში და ასე გააკეთა. უცებ ხედავ რომ მანქანა საშუალებელი ბანერებიდან რა თქმა უნდა ლოგიკურად გამიშლეთ იყო ხო არაფერი ან დროს ბანერის მოხსნას და ზემოდან ვფიქრე რომ რატო უყურებ ან დროს ბანერს უყურებდნენ და გამიშლეთ. დაწყვილ არის გადაღება რომ მაინც რაღაცა ვარ ვიცი მარტო ხარ დაცვის მექანიზმია რა იმაზე არის რა და ან გამცახმა არავინ არ ვსალაპერებ და ორ რამდენი საათი და უცებ შემოვიდა ყველა მე რომ თქვენმა ლაივა მოიყანეს ტელევიზიაზე რომ არ გამეკარა არც ერთი ინტერვიუს არ ჩემმა ლაივა მოიყანა და პირველი ადამიანი მოვიდა და მკითხავდა ან პოსტივი იმედი რუსთაველი თავისუფლად დასწრება შემოვარდნენ აივაზე გავარდნენ ან დროს როგორ ხსნიან და მე როგორ კეთებდა რომ მას გადასაღებად გასეჭირებდა არ ვიცი აი ანუ ბანერის ჩამოხსნის პროცესი გადაიღეს ამ ტელევიზიებმა მაგრამ პროცესს ცდილობდნენ რაღაცნაირად წამოვიდნენ რაღაცა ცდილობდნენ და რაღაცა გვეუფშა მაქსიმალურად ცდილობდნენ ეს გააკეთებინა და რაღაცა იქ აფერები გაზეთებდნენ და ეს პროექტი ქართული თვითონ წინააღმდეგი ვარ ხარ და მე ვკითხავ და თან მეგობრების წინააღმდეგი ვარ ხარ ანუ აი ამ რაღაც მესიჯი ბოქსი და მე დაჭირა რომ პოსტივზე დაგამ რაღაცა აი რაცა ქვეყანაში საოცარ რა ყველა მოხალხის ბრალია აი რადგან პროექტს ეხება საქმე და როგორც ჩანს დროებით არის ნაქირავების სივრცე ხო ლოგიკური ანუ ეს გქონიათ კომუნიკაცია რომ ეს ბანერი დროებით ჩამოიხსნება რეკლამის გადასაღებად პროექტის განმავლობაში თუ ჩვენ ჩემთან ვერ ეხებოდა იმიტომ რომ მე არ კონტრაქტს არ ვაფორმე მე არ ვიცი რა კომუნიკაცია ქონდა ჩვენ გვაქვს ადამიანი ვითხოვნა რომ უბრალოდ გადაიღო რომ აღარ ეკონომი ბანერს და ძალიან მნიშვნელოვანია ფასეულია და ამას ეს იცია და უბედურებოდეს არის რაც არის რომ მასალმა ლაპარა იცი არის რატომ არის აი ესეც რომ კიდევ ერთხელ მაყურებელს რა უთხრა და აი პრინციპულად მნიშვნელოვანია თქვენ აქცენტ რომ ეს ბანერი აქ ეკიდოს ხო აი დანაშაულო ადამიანი ამ საერთოდ დანაშაულო ადამიანი წელიწადში ყოველობაში აჯილობაც აღარ უნდა ყოველთვის და დანაშაულო ადამიანი გინდა ყოველ წამს ახსოვდეთ მოხალხეებს კი ბატონო რა არის აი სამართლის მსხვერპლი კაცო სამართლის რაღაცა დავიცავდი მithmet სამხედრო ნაპრობა ძალიან ადამიანს ახსენდება რომ ეს მარტი ან ცხოვრება არის მარტი და ახსენებთ ერთმანეთს ჩვენს ინგლისის პარტნიორებს
რომ ყველას ახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი სუეცი ბაცები მოგზავნილ და აქტივი პროტესტია ხდება, რატო აპროტესტები, რატო ტყუილად დიალოგები მე გქონდათ ისეთი ავტორები დიდი მადლობა ნანკა კალატოზიშვილი მსახიობი ახალი თეატრის დასის წევრი, რომელიც ხო ერთ-ერთი მსახიობთაგან, რომელმაც გააპროტესტა ანდრე ჭიჭიანძის ბანერის ჩამოხსნა, ჯერ და შემდეგ მეგობრების და კოლეგების დახმარებით ის უკან დააბრუნა, ნუ მთლად უკან არ გამოდის გვერდით, სადაც შეძლეს ტექნიკურად ამის გაკეთება მსახიობებმა, მას შემდეგ რაც აქ შეკრებილმა ტექნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ბანერი ჩამოხსნეს ახალი თეატრის შენობის ფასადიდან. ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ტიპის კომუნიკაცია შედგა ტელეკომპანია რუსთავიორსა და სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს შორის, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ თეატრზე, ან შეიძლება მათ კომუნიკაცია ქონათ უშუალოდ თეატრის ადმინისტრაციასთან, ამის შესახებ ინფორმირებულები არ არიან მსახიობები, მათ უბრალოდ დასვეს კითხვები, რომლებზეც პასუხები ვერ მიიღეს, შემდეგ ეს ვთქვათ თხოვნით მიმართეს, როგორც ამბობენ და რაღაც ამ სურვილი გამოთქვეს, რომ ეს ყველაფერი ისე მომხდარიყო, რომ ანდრე ჭიჭინაძის ბანერი დარჩენილიყო თავის ადგილას, თუმცა როგორც უკვე თქვენც მოისმინეთ უშუალოდ თეატრის მსახიობებისგან მათი ასე ვთქვათ ეს სურვილი არ იქნა გათვალისწინებული, უბრალოდ რეალურად რაღაცა მოტყუებით, რაღაც საუბრის და განხილვის პარალელურად ჩამოხსნეს ტექნიკური ჯგუფის წევრებმა ეს ბანერი, რომლებიც სავარაუდოდ ან რუსთავიორის თანამშრომლები არიან, ან დაქირავებული ამ ტელევიზიის მიერ. რა პროექტზე არის საუბარი, ესეც პრინციპში ბანერებიდან შეგვიძლია რომ ამოვიკითხოთ, აქ წერია ქართული მუსიკალური პროექტი, 10 მარტი და ყოველ სამშაბათს სავარაუდოდ ეს არის რაღაც ახალი პროექტი, რომელიც ამ ტელეკომპანიის ეთერში უნდა გავიდეს. ასეთია ვითარება ამ ეტაპზე ახალ თეატრთან, მე ახლა დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით მოვლენების განვითარების შესაბამისად. დიდი მადლობა.